მეგობრებო, ეს არის ლევან ჭედია და ამას წინათ ეგეთ რაღაც თქვა, რომ თუ ბალეხის და ედრადოს დაინახავთ, უკვე იცით ვისი სახელობის რუბრიკაც იწყებაო და ეგრეც არის. ხო, ეგრეც არის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვისკის მოყვარულთა კლუბის მორიგი ვისკის განხილვის ვიდეოში. ბატონი კობას დამსახურებით ერთი ძალიან საინტერესო ბოთლი გვაქვს. მიმოსახილველია, ორა სიტყვა გავაზე მოვიგონე ახლა ეს სიტყვა შევქმენი ქართული ენის ახალი პატერნი. და ეხლა კიდევ რაღაცა кай ხასიათზე. ბალეხინი 19 წლიანი, ერთხელ უკვე 19 წლიანი ბალეხინი ისევ კობას დამსახურებით გასინჯული გვაქვს. ის იყო სოტერნის კასრი, ეს არის მადეირას კასრი. მართლა მახსოვს რომ გადავირია იმ 19 წლიანზე, მაგრამ გემოები არ მახსოვს. ხო. ვნახოთ 53.5 ანუ კასრის სიძლიერეზე ჩამოსხმული small batch-ი აწერია. მოკლედ ყველაფერი თუ კი ამ ვისკის დამსახურებას მაღლა აწევს, ხო იცი small batch-ი, კასრის სიძლიერე, single cask-ი, ეს ყველაფერი ბალეხის და ედრადოლებს, non colored. ეს ყველაფერი ედრადოლებს და ბალეხინებთან ხშირად შეხვდებით ხოლმე ამ ყველაფერს და ერთსაც გეტყვით კიდე რომ ესა რა ქვია ხო, მოდი ახლა მე ცოტა ჩემს კარგ ხასიათს გვერდით გადავდებ. ეს ვისკი არის ძვირიანი ვისკი. და ცოტა არ იყოს კრიტიკულად უნდა მივუდგე, იმიტომ რომ უნდა გაამართლოს თავისი ფასი. 180 ევროდან 200 ევრომდე მერყეობს მისი ფასი, რაც მე დავუკლე. საკმაოდ ძვირია. კი. ხო, რაღაცა exceptional განსაკუთრებული ვისკების ფასებს თუ არ ჩავთმით ხოლმე, ჩვეულებრივი ვისკებისთვის ეს საკმაოდ ძვირია. ეხლა ამან უნდა გაამართლოს თავისი ფასი და ვნახოთ ახლა რამდენად ღირს აი ეს ექსპერიმენტი, ედრადოლის ექსპერიმენტი, ბალეხინის ხაზით, ტორფიანი ხაზით გაკეთებული მადეირას კასრისა, რას გვაძლევს ამ ფასად 180-დან 200 ევრომდე ფასად. რაღაცას უყურებ და ფიქრობ და რა ხო, ერთი ზედმეტი იმითი შევამკეთ. რა? რითაც არ უნდა შევუკურო. single cask-ი არა. ხო, single cask-ი არა. არ არის ისე თქვი ჩამოთვლას. ორი კასრია 184 და 189, აი ესეთი მაგარი ინფორმაცია მოხსეს. დიდი შეღავათია. ხო. ანუ შენი საყვარელი ვისკის ბოთლის ფორმა მახატია აქ არა? რა არის ჩიოსია? არა. იმისი არ არის? ჯეკ-დენილსის ფორმა არ არის ესა? არა. არა? ჯეკია აშკარა. ცოტა გავს. კაი, თუ გინდა რომ იყოს ჯეკია. არა, მე ყველაზე დავამოწეს კასეტა რო ახატია, კასეტა ჩემ ბავშვობა. თან ვისკი აწერია, ვისკი არ აწერია. გავაგზავნოთ. ხო, ანუ აღმოჩნდა რომ ეს ბალეხინი იმ ორ კასრიან single cask-ს მიეკუთვნება რა. ორ კასრიანი single cask-ი, არა single cask-ი აწერია, მეგონი არ აწერია. არ აწერია, იმიტომ რომ იციან რომ ორი კასრი არ არის single ხო, cask-ი. ხო, იმიტომ რომ წესიერი ხალხია. ხო, იმათმა არიციან ან კიდე ჩვენ გვაბოლებენ რა და ჩვენ კიდე არ ბოლდებით ძმაო, არა, ვიცით რაღაცები. მე ლევანმა თქვენ, ყველა ვინც გიყურებთ, ყველამ ვიცით ეგ. ვინც ამბობს რომ მაინც single cask-ია, იმანაც იცის. ხო. მაგრამ ხო არ. აი, მოდი გავსინჯოთ ახლა რა ხდება. აი, მადეირა 19 წლიანი ბალეხინი, კასრის სიძლიერის 53.5 გრადუსი. ხო. ეს რა ქვია? 200 ევროიან ვისკის რო მოყლუპავ, შეიძლება დაითვალო. რამდენი გადაუშვი ყრონჩი, მაგრამ დასუმმაზეც ხო შეიძლება რა? რამდენის დავსუმე არა? ეგ არ გამოდის. მოდი აბა 1.50 ევრო ცენტისას დავსუმავ და ვნახოთ. ხო, აი, ტორფი არის. ტორფი არის ოხრად. გავსინჯეთ 15 არის. არა, ის პორტოხლის 15 წლიანი იყო ხო? 15 წლიანი პორტოხლის კასრი. სადაც ტორფი აღარ იყო. ორანჟ ვაინ კესკი იყო, სადაც ტორფი ფაქტობრივად არ იყო. ხო. სადაც ტორფი აღარ იყო და ბიჭო, აი ძალიან საინტერესოა. იქ თუ წლოვანებამ გაიწურა და გაიტანა ტორფი. აქ 19 წელში და იქ 15 წელში რანაირად. აქ როგორ დაჩა ამდენი ტორფი? ну სხვადასხვა საწყისი სპირტი იყო სხვადასხვა მეტად ზოგი ტორფით აკეთებენ ალბათ ეგ არის ხო მაგდენ ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაძლევენ და მაშინ იქ უნდა ჩაუჯდე მასტერ დისტილერს უფრო მეტად ალბათ მასტერ დისტილერს კი ამ ჩაუჯდე კაც მასტერ დისტილერი რას აკეთებს არაფერს თავარი არის ყარაულს ჩაუჯდე ყარაული თავის თოფით იქროზის ყარაულის თოფი ხო გაგია იქ არის ყარაული და აი ყარაულს დაუზმაკაცდი ყველაფერი არის იდეალურად რა დისტილერის ყარაულს უბრალოდ იმის კასრების იქნებოდა ლეული წარმოება კასრების ხო არის აწყობი კაც ყველასთან სადაც ძველდება აი იქ უნდა ჩაუჯდე რა და ყარაულის მაგაცი უნდა გახდე ამასობაში განიავდა მეორე მესამე დასვენის მერე წამოიღო თხილეულობა ძალიან მაგრამ ოღონდ აი როგორ ისი რომ დაღეჭავდა აი
კბილებსა და ღრძილებს შორის რო გაჩხერილი გაქვს ეს დაღეჭილი ხო და თან კარგი თხილი როა ქართული თხილი ცოტა ზეთოვანი თხილი ენით რო გამოგოს და ეს არომატები გაქვს აი ხო ოდნავ მომწალოც რო დაკრავს იმას ოღონ კარგი სიმწარე ეგ ცუდი არ არის და ზეთოვანი თხილი რო არა თლად იმასავით არა ბრაზილიურია ის მაკადამია არა ის სადაურია ის ძალიან ზეთიანი როა ხო ის ძალიან ზეთიანი ხო ეგეთი არა ეგეთი ზეთოვანი არა მაგრამ ქართულ თხილს თავის ზეთოვნება აქვს ხემი აქვს ხო და მაგას ვამბობ აი ცოტა ნიგოზის და თხილის ისინი წამოიღო მაგრამ ტორფი იმდენია ბიჭო ძალიან მიკვირს უკან რაღაცეების 19 წლისთვის ბევრი ტორფია ისე მართლა რა რავი რა მოძებნო არ ოდნავ რაღაცნაირი სიტყვა დაკრავს ოღონდ აი სიტყვა ის სიტყვა არა როგორც ჩვენ ვიცით რა რაღაცა ვანილისებური ხო არ ვიცი რაღაცნაირი სიტყვა არის ოღონდ შერის სიტყვა და რაღაცა ციტრუსიც არ არის შერიც არ არის ცოტა თითქოს ყველაფერია მაგრამ აი გამოსარჩევად ეგეც კარგია. გახსოვს მაშინ პირველად როდის თქვით, იცი? მეგობრებო, მე და ლევანმა პირველად თქვით, რომ აი ვერც ერთ გემოს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ იდეალური ვისკია 18 წლიან ძველ ტალისკერზე. აი ძალიან მსუბუქი დოზით იგივე თქმა შეიძლება ვერ ვადარები და იმიტომ არც ღირს რო ახლოს დაუყენო 18 წლიან ტალისკერს. 16 წლიანი სტანდარტული ლაგავულინი, რომელიც კარგი ვისკია, მაგრამ აი ესე ვერ გამოვარჩევ რა. იდეალური ბალანსის გამო ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ 18 წლიანი ტალისკერი ეგრე არის, ანუ ვერ პოულობ. თითქოს ყველაფერს პოულობ, ანუ რო გითხრა ესე რა ქვია, ატამი. კი, არის. გარგარი. აო, კი, ქიშმიშები ხერესის. კი, ეგეც არის. თითქოს ყველაფერი არის, მაგრამ სათითაოდ ვერაფერს ვერ არჩევ. მაგრამ იდეალური ბალანსია და ამ ეს ბალანსი გაძლევს რაღაცნაირ გემოს რომელიც აღგაფრთოვანებს და ძალიან კარგად ხარ რა ქსიამოვნებს იმ პროდუქტის დალევა და მიიღება და აღარ დაეძებ რა იმას რომელი გემოები გამოწიწკნო რომელია ზევით უფრო და რომელი ქვევით ხო რაღაცა ეგეთთან გვაქვს აქაც საქმე კი არის მსგავს კარგი აღწერა იყო რა ოჯახ ხო თამადის იმას ეთანხმები ყველა სიტყვას გავსინჯოთ ახლა დავიდა ტორფია ბევრი ტორფი წამოვიდა, კიდევ უფრო მეტი რიცხვიზე იყო. ბევრი ტორფია, მაგრამ აქაც ცოტა გადაღლაპის დროს მეც საგრაფო. აუ, რა კარგია. მაგრამ ისე როგორც წინა 15 წლიანზე პორტოხალზე. აქაც ვერ იტყვი, რომ კასრის სიძლიერის არის, ძალიან დაბალანსებულია. ძალიან დაბალანსებულია. კაი. მე გეტყვი რა გემო გამოვყავი. მაგრამ ისე ძალიან მე გეტყვი ისი გემო გამოვყავი. ყველაზე მეტად ცხებთან შედარებით. კენკრების. ოღონდ აი ტორფის უკან არის ძალიან რა. კიდევ უნდა მოხსნო. ჩემთან ძალიან მალე დამთავრდა, მოკლედ ფინიში ხარ. არა, ჩემთან ჯერ კიდე არის. ჩემთვის მორშე. და პირიქით აი ეხლა ვიგზენი, იმიტომ მოვიდა ესე გვიანეს კენკრების განწყობაც ჩემთან, იმიტომ რომ გვიან მოვიდა ეგ სიტყვები ტორფები რო გადავიდა მე გაიჩნდა. ხო და აბა ეხლა მოდი ბოდიში პარ კიდე დავამატებ და მე შენქენი. აუ ძალიან ბევრი დავასხი, მაგრამ არ აუშავს. იქნება ეს კენკრა რაც ვიგზენი მაინტერესებს წყალგარეულში თუ წამოვიდა. მარტო მარწყვი კი არა, კენკრები უფრო ჟოლოთ და ისე რაღაცები. მარწყვი წამოვიდა. ხალი რო გაურია, ემინა მარწყვი წამოვიდა. არის. აუ, რა კარგია, თქვილად არ მიგზნია. იმენა. ეს იმენა სიტყვა. ხო, ნუ გვიჭირს. ჩვენ თაობაში გვიჭირს რუსულის გარეშე. აი, სუფთა მარწყვი ჯემია რა. ტორფით. ოღონდ ტორფი ძალიან შორს წავიდა, ახლა ოდნავ დარჩა. აი, მარწყვი ჯემია. ჩემთვის ტორფი კარგად არის, კიდე ნახე რა გეხოცები გამიცვალე, საინტერესო ვისკია და ღირის ჭიქების გაცვლა. შენთან ხო, მაგრამ ხო, შენთან უფრო არის ეგ რასაც ამბობ. ჩემთან მაინც ყვახი ცხვირია. კი, მარწყვები, გამოვიცანი. წყალმა წამოიღო მარწყვები, მანამდე ვიგძენი, სანამ წყალს დავასხამდით. აი მასო. აუ, ძალიან კაი გახდა. გემოზეც გატკბა. უх როგორ გატკბა. აუ ძალიან მაგარი ვისკია რა. ძალიან დონე ვისკია. წყლის გარავით რო ვისკი. წყლის გარავით რო ვისკი ესეთი მაღალ დონე, უფრო მაღალ დონეზეა. გამოიღო ტორფი თავიდან. რომელიც გემოზე აღარ იყო. წაღან პირიქით ტორფი რო გავიდა მე ვიგზიანი სიტყვები და ეხა პირიქით ჩაყლაპვა და გამოვლება პირში იყო ტკბილი მარწყვები რაღაცები ოდნავ ტორფი. ერთი 10 წამში წამოდა ტორფი. ტკბილები გადავიდა და გადაიფარა ტორფით და იმით რა ქვია სიმღერაში. ძალიან მაგარია. ძალიან დონე ვისკია. აუ ეხა იმას უბრუნდები ისე, მაგრამ 200 ევრომდე ღირს. 200 euро არის ბევრი რა. ბევრი ღირს.
ლარებში კონვერტაციას არ ვაკეთებ. ბიჭო, არც მე არ ვაკეთებ. კონვერტაციას რო ვაკეთებ ხოლმე. კონვერტაციას იმიტომ რომ ვაკეთებთ, რომ აქ რო ლარში ვადარებთ, ის ხო რეალური ფასი არ არის. აქ ჩვენ ფასები ლარში ფასებზე ძალიან აჭრილები ვართ რა. ეს არ არის ჩვენი სამწუხაროდ ჩვენი საქართველოში მცხოვრები ვისკის მოყვარულთა ლარის ხელფასიან ვისკის მოყვარულთა ცხოვრება დაახლოებით გავს იმას, რომ მე მანჩესტერ იუნაიტედს გულში ვატკბირობ სიტყვაზე შენ ლივერპულს და ერთმანეთს ვცემთ და უთხოვთ ეგონება ან შენ იყო ლივერპულელი ან მე მანჩესტერი. აი რაღაც ეგეთი აბსურდულ რაღაცას გავს რა. იმიტომ რომ ჩვენთან არის გაუგებარი ფასები, ხშირ შემთხვევაში აი საერთოდ ფასტ წარმოება საიდან მოვიდა იმ თაროზე რომ დადო ვიღაცამ და ფასი მიაკრა კაცმა არ იცის. შესაბამისად ლარში ჩვენ აქ რაც დევს ვერა უბრალოდ იმიტომ ვაწვევით ხოლმე ისევ და ევროში იმაშობით რომ ევროპული ფასი ასე თუ ისე ერთია ევროში და იმ ევროში ვიანგარიშოთ ხოლმე და დაახლოებით ლარზე და ევროში შევადაროთ სხვა ვისკებს ანუ ეხლაც ლარში კი არ უნდა შევადაროთ 200 ევროს ლარში კი არ უნდა შევადაროთ ჩვენ თაროზე რა დევს სრული მის იქნება დისბალანსი იმ ევროში უნდა ვეძებოთ კიდე 200 ევროში რა თქმა უნდა მაშინ ესე შევხედოთ რომ 200 ლარი რო ღირდეს რა იყიდები ანუ ხო იმათ 200 ლარი უხეშ შედარებით დაახლოებით ეგეთი ანუ საშუალო დონის ტიპებისთვის ხელფასი რაც ლარში გვახაკა ალბათ იმდენი და კიდევ უფრო მეტი აქვს ხოლმე კარქონებში ევროში ხო და რა თქმა უნდა ეხა ისინი 60-ში ცხოვრობენ მაგ მხრივ მაგრამ ნუ ჩვენთვის კიდე სხვა ის არის მაგრამ 180-200 ევროში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კარგი ვისკი მოდის მაგრამ არ მგონია რომ რომელიმე ვისკი ძალიან დაჩაგროს ეს ეხა ზეპერად ვერ ვიხსნება სიგნეტი რაღაც ხო გაძვირდა ხო მაგრამ 200-ზე ნაკლები არა 180-ზე მეტი არ აქვს არსად 160-მდე ღირდა ხოლმე და ავიდა 180-ზე გაძვირდა ხო რა ვიცი სიგნეტი კარგია მაგრამ ნუ ეხა აი რით ჩამოუვარდება არა კი არის ტორფიანი სხვა რაღაცაა მაგრამ მაინც ოქტომბერს რით ჩამოუვარდება ოქტომბერს ჩამოვარდება კი არა ჯობია ოქტომბერი არის გაფეტიშებული ხუთწლიანი სპირტია რა ეხლა კი ბატონო ვიღაცები ხართ ოქტომბრის ფანები და ცოტა ხანი გაჩვენდით. კომენტარებში დაგვიწერეთ რაც გინდათ. კარგი ვისკია, ღირს, ეს ფასი ღირს. მე დავასკვენი რომ ღირს. მადლობა კიდევ ერთხელ ყობას. მე რამდენი მადლობა, იმედია ედრადორი არ შეწყვეტს ახალი ფერების ტიუბებით გამოშვებას, ახალი ამას რო ინარჩუნებენ, რა ჯიგრები არიან. ნახე რა ხმარ. აი არა, ამასაც ინარჩუნებენ, ყოჩაღ ედრადორს რა, ყოჩაღ. გამოიწერეთ არხი, გაწეროთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი. თქვენ გაგიმარჯვოთ.